გამარჯობა ჩემო ბატონო. გამარჯობა. ჩვენ რაჭველები გახლავართ ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ვარ. 4-ვენი რაჭველები ვარ. რაჭველები? ო, ონიდან შეგა. ვიდრე ჩაფიქრებული კოლუმბი რაჭველებს გაიხსენებს, ჩვენ გზას თბილისიდან ონისკენ და ონიდან ზემო რაჭისკენ დავატეკით. რომანოზის, მარკოზის და ბიკენტის სიდინჯეს მხატვრული ფილმიდან ყველაზე სწრაფები მსოფლიოში ჯერა რომ კარგად იცნობთ. მაგრამ ახლა რაჭაში მოგზაურობისთვის სულ სხვა მიზეზი გვაქვს. ისეთი რაჭველები უნდა გაგაცნოთ. ზამთრის სიცივეს რომ არ შეუშინდნენ, დღესასწაულებს განსაკუთრებულად რომ ელოდებიან და უნდა განახოთ ზამთრის რაჭა, ჩავარცხნილ, კოპწია შეკიდული ვენახებით. ონს გაცდები თუ არა, რაჭაც ნელ-ნელა მძიმდება, ტყე ხშირდება და ხალხი ცოტავდება. მიდიხარ და სოფლების სახელებიც ისეთი გვხვდება: შვიდი, რაჭული, წესი, მუხლი, კრიხი, ნიგზნარა, თხმორი, გლოლა და აბარი. ღია ფანჯრებით და ცარიელი ეზოებით ხვდებით, რომ მოზამთრეები დაცლილ რაჭაში რამდენიმეღა შემორჩა. 72 წლის ჯანგუ ლობჯანიძეს სოფელი აბარის გარდა სხვაგან არც არასდროს უცხოვრია. სოფელი ალბათ მეტი უკეთესი არ ამგონია რომ იყოს სხვაგან. მე მიყვარს ჩემი სოფელი და ქალაქში რომ მოვხვდები, ერთი ღამის გათევაც არ შემიძლია მართლა სხვათა შორის მინდა რომ დაბრუნდე ჩემ სოფელში. თulis რომ რაჭაში იმდენი სიმდიდრეა, რომ არც ფილმი და არც ერთი რეპორტაჟი ამ ჩამონათვალს არ ეყოფა. იმაშიც ვეთანხმებით, რომ რაჭა ყველა სეზონზე ზღაპრულია და რომ ზამთრის რაჭას ცოტა იცნობს. აი ასეც, თეთრი საფარით რომ შეიმოსება და დღესასწაულებს კიდევ უფრო ჯადოსნურს რომ გახდის. ბარბალობა დღეს მეკვლე მოდის და კაცი რომ დასუსტება, შეიძლება რა მეკვლეს ბრალი კი არ იქნება ის, მაგრამ ძირითადად არის ხალისი და შინაურს ახლობელ მიყავს მეკვლეთ და მიდიხარ მე ვიდრე მეკვლეობის რაჭულ ტრადიციაზე მოგიყვებით, სახლიდან ამოსული კვამლით ადვილად ვაგნებთ ისეთ ოჯახს ბარბარობის დღესასწაულისთვის რომ ემზადებიან და ამ განწყობის შესაქმნელად სამუშაოებიც რომ დილიდან გაინაწილეს. ზამთარში მარტო ვარ და არავინ არ მყავს დამხმარე რომ თოვლის ბაბუა გავაკეთო, მე დამეხმარება ჩემი დედა. ვიდრე დედაშვილი თოვლისგან გუნდებს აკეთებს, გვიყვებიან რომ რაჭველებს ერთად ცხოვრება უყვართ. განცალკევებულები და გაბნეულები არ არიან და აი ასე ერთ პატარა სახლში შეიძლება 9 წევრიც თანაც ცხოვრობდეს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, ბიცოლა, ბიძია და მე, ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილი. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ოჯახისა ბარბარობის დღესასწაულიდან ყველაზე მეტად მეკვლეს შემოგზანება უხარიათ. ბარბარობა ბედობაო, ასე სჯეროდათ ბავშვობაში და ასე სწამთ დღესაც. ცდილობენ რომ ეს დღე მხიარულად გაატარონ, ვინც უყვართ მათ გვერდით აღმოჩნდნენ. დიდება უყვარს. წმინდა ბარბარეს კალთა ფარადეს. დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ბარბარეს ბავშვობის მფარველ წმინდანად მოიხსენიებენ. ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ეკლესიასთან ერთად ქრისტიანული ტრადიციის მქონე ოჯახებშიც განსაკუთრებული სიყვარულით, დიდი მოლოდინით და რა თქმა უნდა, ლობიანით აღინიშნება. უნდა გაჩერდეს 2 საათი რომ გაღვიდეს ცოლი. ყველა დღესასწაულს ხომ თავისი გემო აქვს. ფაქტიურად ეს დღე რაჭული კულინარიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ლობიანის ზეობაა. ლობიანს ხშირად ვაცხობ, იმიტომ რომ ყველას უყვარს. ღორის ქონით გაკეთებული ლობიანი უფრო გემრიელი არის. აუცილებლად უნდა გამოაცხოს რაჭველმა ქალმა. კულინარიას საზღვრები არ აქვს. ლობიანის ბევრი რეცეპტიც არსებობს, მაგრამ ახლა ოჯახის დიასახლისი ნამდვილი რაჭული ლობიანის გამოცხობას გვასწავლის. ეს რეცეპტი რაჭაში ცხელი ლობიანის სურნელით გაჟღენთილ ოთახში იძარება. ჩვენ მოყავს ბუნებრივ სასუქზე. პირველ რიგში კარგი ლობიანი ყველა ლობიოსგან არ ცხვება. ყველაზე კაი ბათუმის ლობიოა, იგივე ბათუმურა. რომ გაარჩევ, გარეცხავ, წინა ღამეს ჩაალბობ და დილით მოხარშავ, ლობიოს ცოტა წვენი უნდა დაუტოვო. არ უნდა ჩახარშო, უნდა უკნა ღორის მუცლის ქონი და მარილი.
ფქვილს რომ კარგად გაცრი, მერე უკვე ცომის მომზადება უნდა დაიწყო. გაცრილ ფქვილში ჩავყრით დროჟს, თბილ წყალში გავხსნი მარილს, ჩავასხავ. ხო, აი ნელ-ნელა რომ ცომი თვითონ და მოვიდეს ხელში. კარგად მოსული ცომით მერე გუნდები უნდა გააკეთო, გააფრთხილო, ლობიო ჩადო და თავი მოუკრა და სხვა რაჭული ტრადიციული კერძების მომზადებას შეუდგე. ამ დღეს კიდევ ჩვენ ვაცხობთ ვეძახით განატეხს, კაკლიან პურს, ყველას უნდა შეხვდეს თვითონ აჭერი. ამ ოჯახის შემხედვარე ხვდები რომ კიდევ არსებობენ გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც ოჯახის და საკუთარი კუთხის ბედნიერება ყველაზე მეტად სურთ, რომლებიც ინახავენ ძველ რაჭულ ტრადიციებს და სჯერათ რომ ყველა კეთილის სურვილი აუცილებლად ახდება. სოფელში კიდევ შემორჩენილი ერთმანეთის სიტყვა და ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის მიმართ. და ქალაქში ცოტა უფრო გაგრილებულია ხალხი. ეხლა მოდაში რა? ეხლა მოდაში ტელევიზორი. ვიგებთ ქვეყნის ამბებს. რადგან ბარბარობა ბედობის დღედ ითვლება, ამ დღეს მეკვლეობაც იციან. რაჭაში მეკვლეს მაკვრიელი ჰქვია და შეიძლება იყოს როგორც ჩინაური, ასევე გარეშეც. მთავარია რომ კარგი ფეხის იყოს და პეციანად შემოაბიჯოს. ტკბილეული უნდა ისროლოს და ოთახში მოაბნიოს. სადღესასწაულო დღეების შემდეგ რაჭის სახლების უმრავლესობა ისევ დაიკეტება და რაჭული დათვის მსგავსად ზაფხულის მოლოდინში თეთრი თოვლის საფარის ქვეშ ღრმა ძილს მიეცემა.